თბილისობა 2015-ის ფარგლებში დედაქალაქის ქუჩებში ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა გაყიდვას ხონის მუნიციპალიტეტით შეუერთა. ფალიაშვილის ქუჩაზე ორგანიზატორების მიერ მოწყობილ კარვებში იმერეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად საკუთარი ნაწარმის პრეზენტაცია ხონმაც გამართა. ყოლის ფესტივალის პრიზიორმა კოოპერატივმა ლელო 2014-მა სადღესასწაულო ბაზრობაზე გასაყიდად იმერული ყველი გამოიტანა. დახლზე მსურველებს ხორცის, თაფლის, ნადუღის, ფქვილის, ჩაისა და სხვა დასახელების ხონში წარმოებული კვების ნატურალური პროდუქტების შეძენა შეეძლო. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით წარმოადგენთ სოფლის ნობათი. ეს არის სულგუნი, ყველი სოფლიდან, ახალი ჭადისქვილი, საქონლისა და ღორის ხორცი, ასევე ნადუღი გვაქვს კიდევ. და გაუმართლეს ჩვენ თბილისელ მოსახლეობას. ხონის მუნიციპალიტეტმაც მივიღეთ მონაწილეობა. თავდაპირველად გამოვხატეთ, წარმოადგენთ ჩვენი ნობათი, კარგი ორგანიზებულობა, ამიტომაც ცოტა შეგვიშალა ხელი, ჩვენ წავდექით, ყველა კმაყოფილია, ხონელები ემსახურება თბილისელებს, ძალიან კმაყოფილებით სავსე არიან თვითონ მოქალაქეები. იმერულ სამზარეულოზე საერთოდ არ შეიძლება ითქვას კარგის მეტი, ხო? და მე მადლობელი ვარ ხონის მუნიციპალიტეტის, რომ ჩამომბრძანდა ჩვენთან ჩემს სამაჟორიტაროში ვაკეში და მე შემოვერთდი ახლა ცოტა ხნის წინათ. და გემრიელად, ქართულად, თბილისურად, ხონურად აღნიშნავ თბილისობას. თბილისობის აღსანიშნავად იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასულმა წარმომადგენლებმა თავიანთი ნაწარმი მოსახლეობას წარუდგინეს. იმერეთის რეგიონიდან ვანის, წყალტუბოს, ბაღდათისა და თერჯონის მუნიციპალიტეტების პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ხორცი, მწვადი, ღვინო, წნილი, ხილი ეს იმ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რომლის ნახვაც და შეძენად თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას ფალიაშვილის ქუჩაზე მოწყობილ კარვებში შეეძლო. დობოს რაიონი, სოფელი ფარცხანაყანები. წარმოადგენელი გვაქვს წანილისეული. ყველანაირი წანილი ქინძი, ფრახუში, ხახვინი ადილი, სალათა, კიტრი, პამიდორი, ვახი, ჭადისქვილი, ყველი, რაც აქვს ჩვენ სოფელში რაც იწევა ყველაფერი. ალალი მოწეულია ჩვენი ხელით და ჩვენი ინტელექტუალობით ჩამოვიტანეთ ამ დღესასწაულზე თბილისობაზე. რომ ერთად ვიზეიმოთ და ერთად გავატაროთ დღესასწაული. პრეზიდენტად ჩამოვედით თბილისობის მოსალოცად. Aici, ყველას მინდა მიულოცო, თბილისელს, მთელ საქართველოს მინდა მიულოცო და ჩვენებურად, ჩვენი ნობათით ჩამოვედით, რომ რაღაც პატივი მივაგოთ პატარა ჩვენი წილი ქალაქ თბილისს. თბილისობასთან დაკავშირებით ჩამოვიდნენ ჩვენი საკუთარი ნაწარმი ოჯახის. და კიდით ბაზართან შედარებით დიაპაზონში. ყველაფერი ძალიან კარგია ჩანს და გემოს ნახავს ახლა. აი შესანიშნავი რამეა. ყველა თავის შრომის ნაყოფს და მოსავალს აფასებს ჩამოაქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ბოსტნეული, ხილეული, რავი, ხორცეული, ხორცის პროდუქტი, თაფლი, ბუტრის პროდუქტი, ყველაფერია. შედარებით ამ დღეს იაფია ხოლმე. თბილისობა 2015 17 და 18 ოქტომბერს აღენიშნა. ცერემონია 16 ოქტომბერს საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიით დაიწყო. საპატიო თბილისელის წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ 11 ადამიანს მიენიჭა. 17 და 18 ოქტომბერს რიყის პარკში სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ღია ტურნირები, ჭადრაკსა და ჭიდაობაში საბავშვო ღონისძიებები და ლაივ ფესტივალი ახალგაზრდებისათვის გაიმართა. თბილისობა 2015-ის ფარგლებში წელს პირველად მოეწყო კულინარიის ფესტივალი. რიყის პარკი შადრევანთან კი ღვინის ქალაქი მოეწყო. სოფლის ღონისძიებები ძალიან აქტიურ ფაზაშია, ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ღებულობენ მონაწილეობას. პატარებს განსაკუთრებით სპორტული ღონისძიებები აინტერესებთ და მათი ძირითადი კონცენტრაცია არის იქ, სადაც ბავშვთა გასართობი და სპორტული ღონისძიებები იმართება. ამ დღეს ჩვენ აღნიშნავთ ყველანი ერთად, გვაქვს საკმაოდ მაღალი სოლიდარობა, შესაბამისად ულოცავთ დღევანდელ დღეს და გვაქვს ძალიან ბევრი, ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი. თბილისობა 2015 გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას მიეძღვნა. ღონისძიებებისათვის ბიუჯეტიდან წელს 977,000 ლარი გამოიყო.